ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ჩვენ რაღაცა დრო დავუთმოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს. ადელი როგორც სპორტი დაიბადა მექსიკაში, ერთ-ერთ მექსიკურ არისტოკრატულ ოჯახში და დღეს უკვე ჩვენს გვაქვს საშუალება უკვე რომ ძალიან პოპულარულია ჩვენთან ძალიან მოდური. ყველა ვისაც ვიცნობ დადის პადელზე. ტენდენციური არის. ჩვენი კლუბი სულ რაღაც 2 თვეა რაც გაიხსნა. აი ეს მაინტერესებს, საიდან გაჩნდა პადელის იდეა კუსტბაზე. ისეთი გარემოა ჯანსაღი თვითონ კუსტბაზე, რომ უკვე ჯანსაღი იყო ის პროექტი. კი, კუსტბა ითხოვდა პადელს. არ დავიმორცხები და ვიტყვი, რომ მართლა ძალიან ხარისხიანი კორტები გამოგვიყვება. ლოკაციად და ის მომენტიც რომ მე ვიტყოდი რომ მსგავსი საფარი შეიძლება რეგიონშიც არ იყოს. რატომაც არა თუ კუსტბა პადელი ჩვენი კლუბი გაზდის მაგარ პადელის მოთამაშეს. მაგარ ბავშვს ძალიან გაგვიხარდა. და აქვს საქართველოში რა პოტენციალი აქვს ამ სპორტს. მაგიტომაც არის საფრთხილო რომ რაღაცა ახალს როცა იწყებ ბევრი უნდა ვისწავლოთ ასე ვთქვათ რა. ეს აქვს პადელსაც ეს მომენტი რომ ვინც ერთხელ ითამაშა ალბათ 99% ვინც ასე რომ ვთქვათ მოიწამლა კარგი გაგებით კი ჩემი შვილებიც ეგრე არიან კი ამას თავისი ასე ვთქვათ ახსნა აქვს ერთი ის რომ მარტივია მოდი ესე ვთქვათ მე არ გულისხმობ პროფესიონალურ დონეზე სამოყვარულო დონეზე ძალიან მარტივია ეს სპორტი პირველივე წუთებზე კორტზე შეხვალ თუ არა გიღებს და გაგზნობინებს რომ შენ შეგიძლია შენ გამოგდის უირა მარტივი ყოფილა აი ამას გაგზნობინებს და გითხრებს ეგ ძალიან საინტერესოა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გარდა ამისა ვახსენეთ რომ ანუ მოიწამლა მოკლედ მე ესე ვიტყვი რომ ქალაქი ამით მოიწამლა თუ არ ვწდები ყოველ თვიურად დაახლოებით 500-600 ადამიანი ემატება პადელს თუ არ ემატება უმეტესობა იცის ამის შესახებ და უნდა რომ თვითონაც გამოცადოს ეს სპორტი და ითამაშოს